19 წლის ვიყავი. საღამო პერიოდი იყო და მივდიოდი რაღაც საქმეები მქონდა ნათესავთან და ნათესავის სახლიდან ბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დაახლოებით მქონდა დარჩენილი 600-700 მეტრი გასავლელი. გააჩერა ორმა პიკაპმა. გადმოცვიდნენ ესენი და ჩამსვეს მანქანაში. აბსოლუტურად ერთი სიტყვაც არ უთქვიათ და ვაღიარებ, რომ სანამ სამმართველოში არ მემიყვანდნენ, მათ ჩემთვის ხელი არ დაურტყმთ. მემიყვანეს სამმართველოში. სამმართველოსთან გაჩერდნენ. დაახლოებით 5 წუთში სამმართველოს ეზოდან გადმოვიდა მეგის კარდავა. ჩაჯდა თავის მანქანაში და როგორც მეგის კარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგისთან. ეს არა ადამიანი, მხეცი, ცხოველი, რავი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს. მეუბნება რაღაც საქმეებს, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი. და მეუბნება, რომ ეს ქურდობა გავაკეთე მე და ეს ქურდობა უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში რამოდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. მე მას უთხარი შემდეგი სიტყვები, რომ ეს ქურდობა მე არ ჩამიდენია და მე არ ვაპირებ ამის აღიარებას. ოდიში გიორგი, ვინ არის ამ დროს მეგის კარდავა? რას წარმოადგენს? სამხარეოს უფროსის მოადგილე იყო, თუ ზუსტად არ ვწდები ამ დროს, ამ პერიოდში. ეს ხდება ზუგდიდში, ბატონო გიორგი, 2010 წელია, ასეა? 2010 წელს ზუგდიდში მეგისი კარდავა არის პოლიციის სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. ამას ყვებით, კი ბატონო. კი ბატონო. თვითონ დაძრა მანქანა და ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წამიყვანა. რამოდენიმე მანქანა გაყვა, დაახლოებით 10 მანქანა გაყვა უკან და ის პიკაპებიც, რომლებმაც მე დამიჭირეს. უკვე მოსაღამოვდა და ესე წრეზე დააყენეს მანქანები. აანთეს ფარები და წრეზე შუაში მემიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მუხლებზე უნდა დავჩოქილიყავი. მე ამ მომენტში მათ არ ვიცოდი რა ხდებოდა და აბსოლუტურად რეაგირება არ მქონდა. არ ვიცოდი ჩემ თავს რა ხდებოდა და ამ მომენტში მეგის კარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. დაახლოებით 20 ადამიანი ფეხით, ხელით ცემდნენ, დამიწყეს ცემა და ამ ცემის პერიოდში ჩამიდეს კონკრეტულად კოხტა კოდუამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ისეთი ნაცემი ვიყავი, ალბათ სხეულზე ადგილიც კი არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა. მე ვეგდე ძირს და სისხლის გუბეები იდგა. მაშინ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვიყავი პატარა ბავშვი, დიდი თმები მქონდა, დიდი ხუჭუჭა თმები მქონდა და თმებით ძირს ვეგდე და ესე გადამატრიალა მეგის კარდავამ და ჩემ სისხლის გუბესთან დამადებია თავი და მითხრა, რომ ამელოკა. მე ისევ რეაგირება არ მქონდა. თვითონ დამადებიეს თავი და ჩემი სისხლის გუბეთი მომისვარეს სახე.
მე არ ვიცი ვერ ეხლაც კი ვერ ვაცნობიერებ დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ჩემი წამება. აქედან მე წამიყვანე სამმართველოში. და გააგრძელეს ჩემი წამება. თხოვდნენ იმის აღიარებას და ეგრეთ წოდებული ალიბების დადებას, ფაქტების მე თქვა, სად იყო ეს კონკრეტული ფაქტები. რაც არის ის ადამიანმა მაგას ვერ ეტყვი. მე მათ უთხარი ეს იყო რამოდენიმე საათი იყო გასული ალბათ ჩემი დაპატიმრებიდან და იმ მდგომარეობამდე ვიყავი. ბავშვი მისული რომ ავდა კიდევ უთხარი მე ეს არ გამიკეთებია. თქვენ თუ ასე მიდგებით, ნუ მაწამებთ, შეგიძლიათ მომკლათ. დამცინოდნენ, აფურთხებდნენ. ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებდნენ.